عليكم ورحمة الله وبركاته. أعوذ بالله من الشيطان الرجيم. بسم الله الرحمن الرحيم. الحمد لله وحده والصلاة والسلام على من لا نبي بعده. من يهدي الله فلا مضل له ومن يضلل فلا هادي له. أشهد أن لا إله إلا الله وحده لا شريك له وأشهد أن محمدا عبده ورسوله. أما بعد. მოგესალმებით ყველას. ბევრი ჩვენგანი ბავშვობიდანვე მიეჩვეთ ახალი წლის დადგომას, როგორც დიდ სადღესასწაულო მოვლენას. მაგრამ არის კი ეს დღეს ნამდვილად სადღესასწაულო? ბევრი მუსლიმი ჯერაც საბოლოოდ ვერ გაერკვა ამ საკითხში და ვერ გასცემს დარწმუნებით პასუხს ამ კითხვაზე. ამის მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მათ შორის ამ თემაზე ინფორმაციის ნაკლებობაც. ამიტომაც მინდა შევეხო ამ საკითხს. პირველ რიგში უნდა ითქვას დღესასწაულების შესახებ ისლამში. აჰმადის, აბუ დაუდის, ნასაის და ალ-ჰაკიმის მიერ გადმოცემულია ჰადისი, რომ ჯაჰილიის, ანუ ისლამამდელ პერიოდში იასრიბის, ანუ მედინის ხალხს დაწესებული ჰქონდა დღეები, რომლებსაც ისინი დღესასწაულობდნენ ყოველ წელს. როდესაც მაცნე მუჰამმადი ალეიჰის-სალათუ ვასსალამ მედინაში ჩავიდა, მან ჰკითხა იქაურებს, თუ რას ნიშნავდა ეს დღეები. მას უპასუხეს, ეს ჩვენი ტრადიციაო, რაზეც მაცნემ ალეიჰის-სალათუ ვასსალამ თქვა: ინნალლაჰა ყად აბდალაკუმ ბიჰიმა ხაირან მინჰუმა. იოუმ ალ-ადჰა ვა იოუმ ალ-ფიტრი. ღმერთმა შეგიცვალეთ ეს დღეები მათზე უკეთესით, მსხვერპლშეწირვის დღით, ანუ ყურბან ბაირამით და გახსნილების დღით, ანუ რამაზან ბაირამით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ისლამში ასევე გამორჩეული დღეებია ჯუმა, ანუ პარასკევი და აშურა, ანუ თვალის წლის მეათე დღე, მაგრამ მათი გამორჩევა დღესასწაულობით და მილოცვებით არ ხდება. ჯუმა გამოირჩევა საკრებულო ლოცვით, ხოლო აშურა მარხვით. სხვა ისეთი დღე, რომლის წლიდან წლამდე აღნიშვნა ისლამში იყოს დადგენილი ღვთის წიგნიდან ან ჰადისებიდან, არ არსებობს. რაც შეეხება ახალი წლის აღნიშვნას, იგი მუსლიმებმა ქრისტიანების წავაძვით დაიწყეს. ამის დადასტურება პირველ რიგში ისაა, რომ ახალ წელს მზის გრიგორიანული კალენდრით ზეიმობენ და არა მთვარის ჰიჯრით, რომელიც ისლამური კალენდარია. ასეთი წაბაზო კი საფუძველშივე აკრძალულია მუსლიმისთვის, რადგან აბუ დაუდსა და აჰმადს გადმოცემული აქვთ ჰადისი, რომ მაცნემ ალეიჰის-სალათუ ვასსალამ თქვა: მან თაშაბბაჰ ბიყაუმინ ფაჰუვა მინჰუმ. ვინც წაბაძავს ხალხს, ის ერთ-ერთი მათგანია. ეს ჰადისი მუსლიმებს უკრძალავს არამუსლიმთა წაბაძვას, რაც მათთვის დამახასიათებელი, განმასხვავებელი ნიშნების გადაღებაში, მათი ტრადიციების მიყოლაში გამოიხატება. და მხოლოდ ეს არ არის ახალი წლის სიავე. ახალი წლის მთავარი სიავე არის ტყუილი თოვლის ბაბუაზე. ბავშვებს ესმით ეს ვეებერთელა ტყუილი. ისინი ათავსებენ მას თავის ცხოვრებასთან. ღმერთის მაგიერ მას შესთხოვენ თავისი სურვილების ახდენას, რაც შირქია, ანუ უსაშინლესი საქციელი ისლამის მიხედვით. ხოლო თოვლის ბაბუის მითის მეორე სიავე ის არის, რომ ბავშვები გაზრდის შემდეგ ტრადიციებს აგრძელებენ და თვითონ ატყუებენ თავის შვილებს იგივენაირად. ამიტომაც ასეთი საქციელით დაზიანებული ცნობიერება ყოველდღიურ წვრილ-წვრილ ტყუილებს მიუღებლად არ თვლის. უნდა აღინიშნოს ასევე ნაძვის ხის მორთვის რიტუალი, რომელიც წარმართთაგან არის გადმოღებული. იმისთვის, რომ ზაფხულში სიმწვანე ჰქონოდათ, მრავალი ქვეყნის წარმართები ზამთარში მარადმწვანე მცენარეების ტოტებს რთავდნენ და ალამაზებდნენ. ასე ექცევდნენ ეგვიპტელი წარმართები პალმის ტოტებს რას დღესასწაულზე და რომაელები წიწოვნების ტოტებს სატურნალიების დროს. ეს ორივე დღესასწაული იმართებოდა მაშინ, როდესაც დღე კვლავ ზრდას იწყებდა, ანუ დეკემბრის ბოლოს. ასე აღმოჩნდა ნაძვის ხე ახალი წლის დღესასწაულზე. მის გარშემო ხალხი მღერის, ცეკვავს, შესთხოვს ძველ წელს წაიღოს ცუდი და ახალ წელს მოიტანოს კარგი. ასევე ეგრეთ წოდებული ბედობის დღე, მეკვლის ფეხბედნიერება და ასე შემდეგ, რაც თითქოს და ადამიანის კარგ თუ ცუდ ბედ განსაზღვრავს მომავალ წელს. ეს ყველაფერი პირდაპირ ჩვენი სარწმუნოების სწავლების საპირისპიროა, რომელიც ბედის ერთადერთ განსაზღვრელად უზენაესს მიიჩნევს. ახალ წელს ახლავს ასევე კიდევ ორი მოვლენა: უზომო ჭამასმა და პეტარდები, ანუ მაშხელები და ასაფეთქებლები. ალბათ არც ერთი გონიერი ადამიანი არ უარყოფს სმის სიავეს, ხოლო მაშხალების სიავე მათ მიერ დასახიჩებულთა სტატისტიკაში შეგვიძლია დავინახოთ. გარდა ამ პირდაპირ ზიანისა, რამდენი ფული იხარჯება მათ შესყიდვაში და შემდეგ უსარგებლო გამოყენებაში. უეჭველია, ამ ფულით საკმაოდ ბევრი უკეთესი საქმის გაკეთება მოხერხდებოდა. ამგვარად, მხოლოდ მოკლე შეხებით ახალი წლის საკითხზე, მუსლიმისთვის ცხადი ხდება, რომ მისი აღნიშვნის მიუღებლობა სულაც არ არის ჰაერიდან მოტანილი და მისი მიუღებლობის საფუძველი ჩვენი სარწმუნოებაა. ყველა ჩვენგანი უნდა დაფიქრდეს ამაზე,
რადგან როცა რომელიმე მიუღებელი საქციელი საზოგადოებაში ცხადად ხდება, ნელ-ნელა იგი კარგავს ამ მიუღებლების ელფერს და ადამიანისთვის ნორმალურ მოვლენად აღიქმება. რომელიც ჯობს ბრძენი ყურანი და ჰადისები იყოს ჩვენთვის მიუღებლისა და მისაღების განსაზღვრელი თუ სხვა რელიგიების ტრადიციები. მაგრამ ეს ყოველივე არ ნიშნავს, რომ მას, ვინც ახალი წელი მოგვილოცა, უკვე ხად უპასუხოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უმეტესი ჩვენგანი მასავით ფიქრობდა ოდესმე და ის მართლაც წრფელი გულით გვილოცავს ახალ წელს. საპასუხო მილოცვა რა თქმა უნდა მუსლიმისთვის მიუღებელია, მაგრამ შეგვიძლია მას ზრდილობიანად უპასუხოთ მილოცვაზე. მაგალითად, ღმერთმა ამ წელს ხერი და ჰიდაიათი მოგცეს, ან სხვა მსგავსი ფორმით. დავასრულებ ჩემს სათქმელს სურათ ალ-მაიდას მეხუთე სურის მესამე აიის ნაწილით, სადაც უზენაესი ღმერთი გვეუბნება: ალ-იაუმა აკმალტუ ლაკუმ დინაკუმ ვა ატმამტუ ალაიკუმ ნი'მათი ვა რადიტუ ლაკუმ ალ-ისლამა დინან. დღეს სრულყავი თქვენი სარწმუნოება, სრულად გიბოძეთ ჩემი წყალობა და თქვენგან მხოლოდ ისლამის რჯულით ვარ კმაყოფილი. თუ კი თვით უზენაესმა სრულყო ჩვენი სარწმუნოება, მას რაღაც საჭიროა იქ სიახლეისა და სხვა რელიგიათა ტრადიციების შემოტანა. ალჰამდულილლაჰი ვაჰდაჰუ ვა კაფა ვაссალატუ ვაссალამუ ალა ხატამინ ნაბიინ ვა რაჰმატალ ლილ ალამინ მუჰამმად ალ-ამინ.